თბილისის საქალაქო სასამართლომ ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას ეპიზოდზე ყოფილ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გიორგი გახარიას პროკურატურა 20 ივნისისა და ჩორჩანის საქმის ეპიზოდებს ედავება. 20 ივნისის საქმეზე პროკურატურა ამბობს, რომ გახარიამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას 2-ზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გაუწია ორგანიზება და სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა. ჩორჩანას საქმეზე კი ბრალდების მხარის პოზიციით გახარიამ ერთპიროვნულად ეროვნული საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგო აღმართა. გიორგი გახარია ბრალს არ აღიარებს მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს. გახარია დღეს X-ზე გაკეთებული პოსტის მეშვეობით გამოეხმაურა. გუშინ ქართული ოცნების რეჟიმმა ოფიციალურად დააკანონა ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა შეთითქმის სისხლის სამართლის ბრალდებების წაყენებით. უკვე დღეს სასამართლომ ჩემი დაკავების ბრძანება გასცა. ეს ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარის ასრულებაა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ მან უკვე სასამართლო დონეზე დაალაგა სისხლის სამართლის საქმეები. ბრალდებები ეხება ჩორჩანას საქმეს და 20 ივნისის მოვლენებს. დამატებითი ბრალდებების შეთითქმის აშკარა განზრახვით. ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის და პირადად ჩემთვის ემიგრაციიდან ეს ნიშნავს ახალ ეტაპს საქართველოს ევროპული მომავლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. ბრძოლაში, რომელიც ახლა მოითხოვს ყველა არსებული პლატფორმის გამოყენებას. ეს უკანასკნელი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც ჩვენი გადაწყვეტილება მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ასევე პარლამენტში შესვლის შესახებ იყო ერთადერთი სწორი სტრატეგიული არჩევანი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სამწუხაროდ, როგორც საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა, ასევე დასავლეთმა ერთობლივად წააგეს ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ არ უნდა წავაგოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა საქართველოში ევროპული იდეის შესანარჩუნებლად. პარტია გახარიას საქართველოსთვის წევრები მიიჩნევენ, რომ გახარიას წინააღმდეგ დაწყებული დევნა ქართული ოცნების რეპრესიებისა და პოლიტიკური ანგარიშწორების მაგალითია. დავიწყოთ იმით, რომ რა თქმა უნდა ეს ბრალი არის სრულიად აბსურდული და სხვა არაფერი თუ არა პოლიტიკური ანგარიშწორება და პოლიტიკური შურისძიება, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადად იყო დაანონსებული ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. რამდენიმე კვირით ადრე. ჩორჩანას ეპიზოდი, ეს არის ერთადერთი ეპიზოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ქართულმა სახელმწიფომ დაიცვა ქართული მიწა. მოიქცა ღირსეულად, დაიცვა ქართული მიწა და თან ეს მოახერხა ისე, რომ ამას არ მოყოლოდა არანაირი სამხედრო დაპირისპირება. ამიტომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ყველა იმ ცრუ მოწმემ, იმ დამსმენმა, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, რომ მათ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ მისცეს ჩვენებები. მათ ჩვენებები მისცეს ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ ანგარიშწორება დაფასებენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ფიქრობს, რომ 20 ივნისის საქმეზე ახლა მხოლოდ გახარიას დადანაშაულება აბსურდია და ეს გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. 20 ივნისთან მიმართებაში ჩემი ღრმარწმენით გიორგი გახარიას პირველ უკანონო გასრულასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს გვერდი აუარეს და აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის საფუძველზე მიიღო ანზორ ჩუბინიძემ. მე ასე ვფიქრობ და მათ შორის 20 ივნის გახარიასთან პირადი კომუნიკაციის საფუძველზე, რომელიც პარლამენტის შენობაში შედგა, მაქვს იმის საფუძველი, რომ ასე ვიფიქრო. ამიტომ რა თქმა უნდა აბსურდია ახლა მხოლოდ გახარიას დადანაშაულება აღნიშნულში, უბრალოდ ივანიშვილს პოლიტიკურად ახლა ეს დაჭირდა და ეს დასტურია იმის, რომ ივანიშვილთან გარიგება ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობით, ან ნაციონალური მოძრაობის დღედაღამელ ანძღვით, ან ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შესვლით ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების გზით თავისუფლებაში და ინდულგენციაში მაინც არ იცვლება. პოლიტიკური ლიდერები ან იყვნენ დაპატიმრებულები, ან დღესაც არიან პატიმრობაში, ან მათ ემუქრებათ მრავალწლიანი პატიმრობა. მათ შორის ჩვენი პარტიის ორ ლიდერს რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს სრულიად აბსურდული ბრალდება და მათაც ემუქრებათ მრავალწლიანი ციხე. ივანიშვილის ამ რუსული რეჟიმის პირობებში, როდესაც მიტაცებულია სახელმწიფო პროკურატურა და სასამართლო, ვერცერთი პოლიტიკური ლიდერი ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ და რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ პოლიტიკური დევნა გაგრძელდეს. ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში დავაბრუნოთ დემოკრატია და დავაბრუნოთ ინსტიტუციები, რათა აღარასდროს აღარ მოხდეს პოლიტიკური დევნა.
გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს მის ყოფილ გუნდში ქართულ ოცნებაში. გიაბოლსკი ამბობს, რომ ჩორჩანას ეპიზოდის გამო საქართველოს მძიმე შედეგი დაუდგა. მისი თქმით, შესაბამისმა სტრუქტურებმა შესაძლოა გახარიას ექსტრადირება მოითხოვონ. ხდება არგუმენტირებული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ის განზრახ იქნა ჩადენილი იმისათვის, რომ შეტაკება მომხდარიყო ან რუსეთის ფედერაციას უფრო მკაცრი და უფრო ხისტი ზომები მიიღო საქართველოს მიმართ, რაც გამოიწვევდა შემდეგ პროცესების განვითარებას. ხა პროკურატურისთვის ეს მოსაზრებები რასაკურველია საგულისხმოა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ფაქტი, რომელიც ხელში გვიჭირავს დღეს მხოლოდ ის არის, რომ ადამიანებმა საქართველოს დაკარგა უშველებელი ტერიტორია, კვლავ ანუ გაიზარდა საოკუპაციო ზონა. ეს ერთი თემა და მეორე კიდე რაც შეეხება ამ 20 ივნისის თემას. გარდა იმისა, რომ სტრასბურგმა მოითხოვა გამოძიება იმ გადაცდომების, რაც პოლიციამ ჩაიდინა, ისიც გასათვალისწინებელია, თავად პოლიცია რა მდგომარეობაში ჩააყენა ხელმძღვანელობამ ამ შემთხვევაში თვითონ გახარია. პროკურატურამ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 12 ნოემბერს დაიწყო. თავად გახარიამ საქართველოს უკვე რამდენიმე თვეა დატოვა და ის ახლა გერმანიაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესვე გაიმართება 20 ივნისის საქმეზე პროცესიც. გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე იმსჯელებს.